რატომ არის ბიბლიის ფრაგმენტალური კითხვა საშიში, არასწორი და შეცდომაში შემყვანი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის? რატომ შეიძლება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის? სხვადასხვა მხრივ შესაძლებელი არის ბიბლიიდან, ბიბლიის სხვადასხვა ადგილებიდან, ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ, ან ამა თუ იმ ადამიანმა რაღაცა ფრაზა, წინადადება, ან რამდენიმე წინადადება ამოიღოს და არასწორად გამოიყენოს, დამახინჯებულად გამოიყენოს ისეთი რამისთვის, რაც იმ ადგილას, ბიბლიის იმ ადგილას არ იგულისხმება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის მებაჟის და ფარისევლის ამბავი. მეზვერისა და იგივე ეს მეზვერე და მებაჟი ერთი და იგივეა. მეზვერის და ფარისევლის ამბავი, რომელსაც თვითონ უფალი ყვება. ზოგ ადამიანს, ვინც ბიბლიას კითხულობს ფრაგმენტებით, შეიძლება ეგონოს, რომ უფალი როცა საუბრობს, რომ ორი კაცი ლოცულობდა ტაძარში, ერთი იყო ფარისეველი და მეორე იყო მეზვერე. შეიძლება ბიბლიის ფრაგმენტალურ მკითხველს ეგონოს, რომ უფალი ტაძარზე ლაპარაკობს, ტაძარში ლოცულობენო ადამიანებიო და ესე იგი ჩვენც საქართველოში რომ ტაძრებია, ამ ტაძრებში უნდა შევიდეთო და უნდა ვილოცოთო. და ასეთი ფიქრები და აზრები იქნება დამაზიანებელი ამ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ უფალი საუბრობდა იერუსალემის ტაძარზე, რომელიც მხოლოდ ერთი იყო და სხვა ადგილას უფლება არავის ჰქონდა ტაძარი აეშენებინა. ესე იგი, ადამიანმა იერუსალემის ის ტაძარი, რომელზეც უფალი ლაპარაკობს, სადაც ლოცულობდნენ მეზვერე და ფარისეველი, ის ტაძარი არ უნდა გააიგივოს, არ უნდა მიამსგავსოს. ამავე დროს საქართველოში აშენდა, საქართველოში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში აშენებულ სხვადასხვა ტაძრებს არ უნდა მიამსგავსოს და არ უნდა გააიგივოს იმ კუთხით, რომ აგერ უფალი ლაპარაკობს ტაძარზე და ესე იგი ტაძარი აუცილებელიაო. ეს ასე არ არის. კონკრეტულად უფალმა ეს მეზვერეს, მებაჟის იგივე და ფარისევლის ამბავი რატომ მოუთხოვრო თავის მსმენელებს და ჩვენც ბიბლიას რომ ვკითხულობთ, რატომ არის დაწერილი, ამასაც ყურადღება უნდა მიექცეს. მოდით ახლა მე ამ ადგილს წავიკითხავ. ეს ამბავი დაწერილი არის ლუკას სახარებაში და წავიკითხავ ახლა ამ ამბავს ლუკას სახარებას, ასეც უწოდებენ ხოლმე ადამიანები, მაგრამ აქ ბევრი ამბებია ლუკასთან აღწერილი და ეს არის სახარების დასაწყისიც არის, ასე ვთქვათ. უფალმა როგორ დაიწყო თავისი ქადაგება და რას ეუბნებოდა ადამიანებს და რას გვეუბნება და იმ დროში მცხოვრებ ადამიანებსაც რას ეუბნებოდა მეზვერესა და ფარისევლის იგავით თუ ამბით, რომ ჩვენც უნდა შევიდეთ ტაძრებში და ჩვენც შეწყალება უნდა ვთხოვოთ ღმერთს და წამდაუწუნ სულ ასე შეწყალებას უნდა ვითხოვდეთ. ეს ამისთვის არის დაწერილი, თუ აქ სხვა რამეშია საქმე და საერთოდ ჩვენ ტაძრებში არც უნდა ვიაროთ, ტაძრები არც უნდა ავაშენოთ, ეს ხელქმნილი ტაძრები არც უნდა ავაშენოთ და წამდაუწუნ უფალს შეწყალებას არ უნდა ვევედრებოდეთ. გააჩნია ხო, ახლა აქ ზედმეც აღარ გავაგრძელებ, პირდაპირ ტექსტს წავიკითხავ. ეს იგავი დაწერილი არის ლუკასთან მე-18 თავში და აგერ მე-9 მუხლიდან წავიკითხავ. ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ მართალნი ვართო და სხვებს კი არა დაგდებდნენ. დააკვირდით ახლა ამას. ამას ვის ეუბნება, ვის გასაგონად ამბობს პირველ რიგში. ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთსო, ვის?
რომლებსაც სწამდათო თვითონ დარწმუნებულები იყვნენ, სწამდათ რომ მართალნი იყვნენ ისინი. მართალნი ვართო და სხვებს კი არა დაგდებდნენ. რას ნიშნავს ეს? ეს ადამიანები თავის თავს ცოდვილებად არ სთვლიდნენ და მაშასადამე ისინი ქრისტეს არ იღებდნენ. იმ გაგებით რომ ესე იგი ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ ცოდვილები არა ვართ და თუ იესო ეტყოდა მათ რომ მე თქვენს ცოდვისგან გამოსასყიდად მოვედიო და თქვენ ცოდვაში ხართ და ცოდვისგან მე უნდა გამოგისყიდოთო, ისინი იტყოდნენ რომ ჩვენ ცოდვილნი არა ვართო და მაშასადამე შენი მოსვლაც აუცილებელი არ იყოვა, ხო? აი ასეთი დაახლოებით აი ასე რომ თქვა, ახლა აი ასე ჩემი სიტყვებით. და აი აგერ სხვა ადგილას უფალს ეუბნებიან რომ ჩვენო მონები არა ვართო, არავისი მონები ყოფილვართო და როგორ გაამბობო რომ გათავისუფლდებით, აი მაგ ადგილსაც წავიკითხავ და ამის შესაბამისი პარალელური ადგილი არის. უფალი იესო ქრისტე გვასწავლის იმას, რომ იგი წუთისოფელში მოვიდა ცოდვილთა სახსნელად და აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის ცოდვილი იმისგან დამოუკიდებლად, რომელიმე კონკრეტულმა ადამიანმა უფრო ბევრი ცოდვა ჩაიდინა თავისი ხელით, აზრებით თუ ნაკლები. და უფალი გვეუბნება ჩვენ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანის გამოსახსნელად მოვიდა და თუ ვინმე რომელიმე ადამიანი იტყოდა რომ მე ცოდვილი არა ვარო, იგი აი ამით უფალს ადანაშაულებდა მატყუარობაში და ამიტომაც მასზე არ იმოქმედებდა ქრისტეს მადლი და ქრისტეს მსხვერპლი. და იგი სინამდვილეში ცოდვილად დარჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი იტყოდა რომ მე ცოდვილი არა ვარო, იგი მაინც ცოდვილი იქნებოდა და ღვთის რისხვა დაატყდებოდა მას. და უფალი იღვწოდა იმისათვის, რომ მათთვის გაეგებინებინა, რომ ისინიც ისევე ცოდვილები იყვნენ, როგორც სხვა დანარჩენი, თუნდაც ის მებაჟეები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად მუშაობდნენ და იქ ოფიციალური ბაჟის გარდა ცალკე სხვა შაუფულსაც აკეთებდნენ, შაუფულსაც შოულობდნენ უпроსტად. დავაკვირდით ესე იგი, აი ვის ეუბნება ამიგავს. ხო. ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ მართალნი ვართო და სხვებს კი არა დაგდებდნენ. უთხრა მათ: ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი და ერთი მებაჟე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა გულში. ჩუმად ესე იგი უხმოდ გულში აი ასე ლოცულობდა. ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ სხვა კაცთა მსგავსად მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიხს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს. მოდით ახლა ბიბლიის სხვა ვერსიაში წავიკითხავ აი ამ ადგილს. ღმერთო, მილხინე მე, აი სხვა ვერსიებში დაწერილია ღმერთო, შემიწყალე მე. აი წავიკითხავ სხვა ადგილასაც და თან შევადაროთ ეს ორივე ადგილი. აი ამ ვერსიაშიც წავიკითხავ ეს 2015 წელს გამოცემული ბიბლიის ქართული ერთ-ერთი თარგმანია და მოდით წავიკითხავ აი აქაც. ზოგიერთებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, ეს იგავი უთხრა:
ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე მებაშე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა. გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ, მძარცველი, უსამართლო და მრუში, ან როგორც ეს მებაშია. კვირაში ორჯერ ვმარხულობ, მიათეთს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი, მკერდში მჯიხს იცემდა და ამბობდა, ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი. თქვენ გეუბნებით, უფალი ამბობს, ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. დააკვირდით ახლა აი ამას, რომ ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდაო, მე როგორც ვიცი, ორიგინალში დაწერილი არის, რომ ეს კაცი წავიდა გამართლებული, უფრო არა. თუ დღევანდელობაში ადამიანი ბიბლიის ამ ადგილს წაიკითხავს ფრაგმენტალურად, მხოლოდ აი ამ ადგილს, თქვათ აი ეს მხოლოდ ლუკას წაიკითხავს ესე ზედაპირულად, მას ძალიან დიდი შანსი არის იმისა, რომ ეგონოს, რომ აი საპატრიარქოს ორგანიზაციაც ხო ამასაც ხო აქვს დაწესებული კვირაში ორჯერ მარხვა, ტაძარში მისვლა, ლოცვა, მღვდლებიც აყავთ, ისევე როგორც იერუსალემის ტაძარში იყვნენ განწესებული მღვდლები. შეიძლება დღევანდელ ზედაპირულ ადამიანს, ზედაპირულად ბიბლიის მკითხველ ადამიანს, უფრო სწორად რო ვთქვა, ვინც ბიბლიას კითხულობს ფრაგმენტებით, შეიძლება ასეთ ადამიანს ეგონოს, რომ აი ბიბლიაში წერია ის, რომ ტაძარში შედიოდნენ ადამიანები, აგერ უფალი ლაპარაკობს ამაზე, აგერ თვითონ უფალი შევიდა ტაძარში და ვაჭრები გამოყარა, ესე იგი ტაძარი აუცილებელია და საქართველოში და სხვადასხვა ადგილებში ტაძრები რო არის, ესე იგი ეს უფლისგან მოწონებულია. ეს სინამდვილეში ასე არ არის. იერუსალემის ტაძარი მსოფლიოში ერთადერთი იყო და იქ მართლაც დადიოდნენ ადამიანები, ლოცულობდნენ და სხვაგან აი მაგალითად ვინმე რომ წასულიყო და იერუსალემის გარდა ვთქვათ, სამარიაში აეშენებინა ტაძარი, ვთქვათ, ბეთანიაში აეშენებინა ტაძარი, ვთქვათ, კაპერნაუმში აეშენებინა ტაძარი. ან ვთქვათ, გალილეაში, ან სხვა რომელიმე მხარეში აეშენებინა ტაძარი. ამის უფლება ადამიანებს არ ჰქონდათ, ებრაელებსაც. არც ებრაელებს ჰქონდათ ამის უფლება და არც სხვა ეროვნების მქონე ადამიანებს ჰქონდათ იმისი უფლება, რომ ვინმეს ვთქვათ, იმდროინდელ საქართველოს ტერიტორიაზე აეშენებინა ტაძარი და ეთქვა, რომ აი აგერ აქაც დადიან ადამიანები და ლოცულობენო. ხო და როცა ადამიანი დღეს ამ ადგილს, ბიბლიის ამ ადგილს კითხულობს აი ასე ფრაგმენტებით, ამიტომაც არის, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ეზარებათ მთელი ბიბლიის წაკითხვა, თუ რა არის ახლა აქ რა ფაქტორებია მომქმედი. როცა ადამიანი მთელ ბიბლიას არ კითხულობს, შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ჩამოვთვალოთ, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ როცა ადამიანი ფრაგმენტალურად კითხულობს ბიბლიას, იგი ვერ გაიგებს ამ ადგილას რა წერია. გაიგებს იმას, რომ ხო ერთი ადამიანი ლოცულობს, რომ აი მე სხვა ადამიანებს არ ვგავარ, ისეთი არა ვარ, ასეთი არა ვარ, არც მე მებაჟეს ვგავარ და ასე შემდეგ. და მეორე ადამიანი ძალიან მორიდებით არის ეს მებაჟე და გულში მჯიხს იცებს, მთელი ემოციებით არის ხო ეს ადამიანი, გარეგნულადაც ამას გამოხატავს და მართლაც აი შეძრულია თავისი ცოდვებით და უფალს ევედრება, ღმერთს ევედრება, რომ შემიწყალე მე ცოდვილიო. შეიძლება ესეც ადამიანს, დღევანდელ ადამიანს ეგონოს, რომ აი ჩვენ სულ აი ასე უნდა ვევედრებოდეთ უფალს, რომ შემიწყალე და შემიწყალეო. ეს ასე არ არის. აქ ნაჩვენებია ის, რომ უფალი მოვიდა იმისათვის, რომ ცოდვისგან გამოვესყიდეთ
და ვინც უფლისგან, ვინც თავის ცოდვილობას აღიარებდა და უფლისგან შეწყალებას ითხოვდა, აი ისინი უფალმა შეიწყალა, განწმინდა და წმინდანებად და უკვე ქრისტიანები, ვინც იესო ქრისტესი ვირწმუნეთ, უკვე ჩვენ ცოდვილებად აღარ ვიწოდებით, ჩვენ უკვე გაწმენდილებად, ქრისტეს სისხლით განწმენდილებად ვიწოდებით. ამიტომ არის რომ ბიბლიის უკვე სხვა ადგილებში, მაგალითად ებრაელ ქრისტიანთათვის გაგზავნილ წერილში ქრისტიანები უკვე მოხსენებულნი არიან წმინდანებად და ასევე სხვა ადგილებშიც უკვე ქრისტიანები წმინდანებად არიან მოხსენებულნი და თუ ადამიანი ბიბლიას სრულად არ ისწავლის და არ წაიკითხავს და ეგონება რომ მხოლოდ აი ამ ფრაგმენტებზე დაყრდნობით ეგონება ის რომ აი სულ ცოდვილი უნდა ვიყო და ღმერთი მე არ მწმენდავს და სულ ცოდვილი უნდა ვიყო და სულ ღმერთო შემიწყალეს უნდა ვიძახდეო, ასეთი ადამიანი შეცდომაში იქნება შეყვანილი, ვინაიდან უკვე როდესაც ბიბლიის მომდევნო ადგილებს წაიკითხავთ, მომდევნო ადგილებს ეს მოციქულთა საქმეები, წერილები რომაელთა მიმართ, გალატელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ 2 წერილი, თესალონიკელთა მიმართ 2 წერილი, ებრაელთა მიმართ და სხვა წერილები თქვენ გაიგებთ იმას, რომ უკვე ვინც იესო ქრისტე მიიღო და ირწმუნა, ისინი უკვე ცოდვისგან განწმენდილები არიან და ამის გამო მადლობას ეუბნებოდნენ ღმერთს. უკვე ამის გამო მადლობას ეუბნებოდნენ ღმერთს, რომ მადლობა უფალო იესო, რომ განმწმინდე შენი სისხლით და ცოდვები მომაშორე, ხო? მადლობა უფალო იესო, რომ აი ჩემს გამო შენი თავი შესწირე მსხვერპლად და ჩემი ცოდვები შენიტვირთე. მადლობა ამისათვის. ამ შემთხვევაში ასეთი ქრისტიანი იმ ფარისეველს არ ჰგავს, რომელიც თავის თავს უკვე თვლიდა უცოდველად და იგი ამის და იგი არ თვლიდა მას არ მიაჩნდა ის რომ არ ფიქრობდა ისე რომ ცოდვილი იყო და ცოდვისგან გამომსყიდველი იყო აუცილებელი. ქრისტიანი არ ჰგავს იმ ფარისეველს, იმიტომ რომ ქრისტიანი აღიარებს იმას რომ ცოდვილი იყო და უფალმა იესომ გამოისყიდა აი ამ ცოდვისგან და ეს არის იესო ქრისტეს დამსახურება და უფალმა იესომ ეს თავისი მადლით მოგცა. მადლი არის დაუმსახურებელი საჩუქარი, რომელიც ჩვენ არ დაგვიმსახურებია ჩვენი სხვადასხვა საქმეებით და ჩვენ თავს ვერ გადავირჩენდით, ჩვენ თავს ცოდვისგან ვერ დავიხსნიდით. ამიტომ უფალმა იესომ ეს გვაჩუქა. მან იტვირთა ჩვენი ცოდვები და უკვე ქრისტიანი რომელსაც წამს უფლისა, იგი აღიარებს იმას, რომ იგი ცოდვილი იყო და უფალმა იესომ გამოისყიდა. აღიარება არის, ესე იგი, სანამ ქრისტიანი გახდება ადამიანი, ჯერ სანამ ქრისტიანი გახდება, მან უნდა აღიაროს თავისი ცოდვილობა, ცოდვები, უნდა აღიაროს, რომ იგი არის ცოდვილი, მოინანიოს მთლიანად, ესე იგი, მოინანიოს და იესო ქრისტე ირწმუნოს თავის მხსნელად. ცოდვაში არ უნდა დარჩეს ადამიანი. შეიძლება ადამიანმა აღიაროს, რომ მე ცოდვილი ვარო და ამის იქით წინ აღარ წაიწიოს, ქრისტე არ ირწმუნოს და დარჩეს აი ამ აღიარებაში, რომ ცოდვილი ვარო და კიდევ ესე იგი, სხვადასხვა ცოდვები კიდევ ჩაიდინოს. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი საქციელი მისი მხრიდან. და ამავე დროს, თუნდაც ეს თვითონ ცოდვილობა არ ეხება მხოლოდ პრაქტიკაში ჩადენილ სხვადასხვა ცოდვებს, არამედ იმთავითვე ადამიანიდან მოყოლებული, რაც ადამი ცოდვად
დაეცა კაცობრიობამ ჩვენ ყველამ ადამიანში ვცოდეთ, ჩვენც ადამიანთან ერთად ვცოდეთ და ცოდვილები დავიბადეთ. ესე იგი ჩვენ რაიმე კარგს გავაკეთებდით, თუ ცუდს მოვიმოქმედებდით, ჩვენ მაინც ცოდვილები ვიქნებოდით და აუცილებელი იყო ამ ცოდვისგან გამოსყიდვა და თვითონ უფალმა იესომ აი ამ ცოდვისგან გამოგვისყიდა და ამის გამო ქრისტიანები მადლობას ვეუბნებით მას, რომ აი მადლობა უფალო იესო, რომ ცოდვისგან გამომისყიდე. ჩვენ არა ვართ უმადურები. ჩვენ მადლობას ვეუბნებით უფალს, არა იმ ფარისეველივით, რომელიც თავს იქებდა, რომ აი მარხულობ და მეათეც ვიხდი და რაღაცა და არა ვარ მრუში და ასე შემდეგ. ხო, ეს ამის თქმა არის თქმა კი არა, ჯერ თვითონ ადამიანო, თვითონ მთელი ბიბლია უნდა ისწავლოს და მე რატომაც არა ვილაპარაკოთ ამაზე. აგერ ღმერთი ქრისტიანებს მოგვიწოდებს, რომ ვილაპარაკოთ და არ გავჩუნდეთ, ვინაიდან არიან სხვადასხვა ადამიანები ჩვენს გარშემო და მათაც უნდა მივაწოდოთ ეს სასიკეთო ინფორმაცია, რომ არ დარჩნენ აი იმ ცოდვაში და საბოლოოდ არ დაიღუპონ. საბოლოოდ ღმერთს არ დაშორდნენ. და ეს არის სასიკეთო თითოეული ადამიანისთვის, როდესაც ქრისტიანები ამაზე ვლაპარაკობთ. ერთი რამ მინდა კიდევ თქვა, რომ აი აგერ საპატრიარქოს ორგანიზაციას ეს კვირაში ორჯერ 4 შაბათი პარასკევის მარხვა რო აქვს. არ გეგონოთ ის, რომ უფალი საუბრობს აი ამაზე, როცა ფარისეველზე ლაპარაკობს, რომ აი ის ფარისეველი კვირაში ორჯერ მარხულობდა. ახალ აღთქმაში დადგენილი ქრისტიანებისთვის დადგენილი არ არის კალენდარული მარხვები, არც ყოველკვირეული კვირაში ორჯერ მარხვები დადგენილი არ არის და არავინ მოგატყუოთ იმით, რომ აი უფალი მარხვაზე ლაპარაკობს და ესე იგი ჩვენ არ უნდა ვიმარხულოთ. უფალი ამავე დროს მარხვაზე სხვა ადგილასაც ლაპარაკობს, სადაც თავის მსმენელებს ეუბნებოდა, რომ როცა იმარხულებთო, მოდით აბა აი ამ ადგილსაც ამოვიკითხავ ბიბლიაში და თქვენ არ გიგონოთ ის, რომ საუბარი არის აქ უკვე ახალი აღთქმის მოქმედების დროინდელ ამბებზე. არ გეგონოთ ეს, არ გეგონოთ ის, რომ უფალმა იესომ ქრისტიანებსაც დაუდგინა მარხვა და ქრისტიანებსაც გვეუბნება, რომ აი თქვენ უნდა იმარხულოთო. უფალი ჩვენ ამას არ გვეუბნება და არ შეცდეთ ბიბლიას ფრაგმენტებით ნუ წაიკითხავთ. მოდით ახლა აი ამ ადგილსაც წავიკითხავ. მარხვის შესახებ უფლის ქადაგება დაწერილი არის მათესთან 6-ე თავში. ჩამოვალ ახლა და წავიკითხავ. მე-16 მუხლიდან. უფალი ეუბნება იმ დროში მცხოვრებ იმ ადამიანებს, ვინც მას უსმენდნენ. ანუ აქ აი ამ დროს ჯერ ახალი აღთქმა დადებული არ არის. და ასწავლის უფალი იმ დროს მარხვის დაცვას ისე როგორც უფლისათვის იყო იმ დროს მოსაწონი. უყურეთ, როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად არჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე. რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად. ეს კიდე სხვა აზრი იწყება, ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ამას ახლა მე არ გავაქცელებ. აქ თქვენ არ გეგონოთ ის, რომ აი საპატრიარქოს ორგანიზაციას დღეს კალენდარული მარხვები რო აქვს დადგენილი, ეგრეთ წოდებული პეტრე პავლოვის მარხვა, დიდი მარხვა,
ოთხშაბათი პარასკევის მარხვა არ იფიქროთ ის, რომ თითქოს უფალი ამ მარხვებზე ლაპარაკობდეს, რომ აი ჩვენც უნდა ვიმარხულოთ აი ესე როგორც უფალი ამბობს. არ გეგონოთ ეს. იმიტომ რომ უფალს ახალ აღთქმაში მარხვები არ დაუდგენია. არ დაუდგენია. მისი მოწაფეებიც კი არ მარხულობდნენ, აი ესეც არის ძალიან ყურადღება მისაქცევი ამბავი. მისი მოწაფეები არ მარხულობდნენ. მოდით ახლა ამ ამბავსაც ამოვიკითხავ. მარხვის შესახებ შეხედეთ მათეს სახარების მე-9 თავის მე-14 მუხლიდან ამოვიკითხავ, სადაც უფალს ეკითხებიან, რომ შენი მოწაფეები არ მარხულობენო და რატომო? უყურეთ. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებზე აქ დაწერილი და უთხრეს უფალს, იესოს უთხრეს ასეთი რამ. კითხეს, რატომ არის რომ ჩვენ და ფარისევლები ხშირად მარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? რატომ არის ასეო? უთხრა მათ იესომ. განა შეიძლება გლოვობდნენ მეკორწილეები, ვიდრე მათთან არის ნეფე, მაგრამ დადგება დღე, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ. დააკვირდით, აქ უფალი საუბრობს იმ დღეებზე, როცა უფალი შეიპყრეს, ჯვარსაცვეს, მოკვდა იგი და აი იმ დროს მისი მოწაფეები დამწუხრებულები იყვნენ, იმიტომ რომ ქრისტე წაერთვათ მათ, ხო? ნეფე წაერთმევათო, თავის თავზე ამბობს აი აქ. აი იმ დროს მოწაფეებს ქრისტე წაერთვათ, დამწუხრდნენ ისინი, შეშინებულები იყვნენ და იმ დროს მარხულობდნენ და მარხვა ნიშნავს საერთოდ არ ჭამდნენ, არც რაიმეს ჭამდნენ და არც წყალს სვამდნენ, იმდენად იყვნენ დამწუხრებულები და ქრისტეს წართმევით, რომ ქრისტე მათთან ერთად აღარ იყო და ისინი ნამდვილად მარხულობდნენ. მანამდე ისინი არ მარხულობდნენ, ხოლო ქრისტე როცა მკვდრეთით აღდგა, ისინი აღარ მარხულობდნენ. თავიანთი ნებით, ასე ვთქვათ, და როდესაც პავლე ერთ ადგილას ამბობს, რომ იგი ხშირად მარხულობდა, იქ საუბარი არის მის გასაჭირზე. მარხვა ნიშნავს შიმშილობას. მას ბევრი განსაცდელი გარდახდა ქრისტეს სახარების ქადაგების დროს, სხვადასხვა ადგილებში დადიოდა, ხან სცემდნენ, ხან საჭმელიც კი არ ჰქონდა და ამას უწოდებს პავლე მოციქული, რომ აი მე ხშირად იქ მარხვაშიც იყო, დევნაშიც იყო, ხან გემი ჩაეძირა, ხან ეს. ყველა თქვენ არ გეგონოთ ის, რომ უფალი ჩვენ ქრისტიანებს გვეუბნებოდეს იმას, რომ აი უნდა ვიმარხულოთ, არა. აი აქაც უფალი მკაფიოდ ამბობს, რომ ჯერ კიდევ იმ დროს ფარისევლებიც, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებიც კი მარხულობდნენ, ხოლო იესოს მოწაფეები არ მარხულობდნენ. ამ შემთხვევაშიც უკვე იოანე მოციქულის ბოდიში იოანე ნათლისმცემლის მოწაფეობა უკვე აღარ იყო სწორი, იმიტომ რომ უკვე იოანემ თავისი სარბიელი დაასრულა და აუცილებელი იყო იოანეს მოწაფეები მისულიყვნენ იესოსთან და უკვე იესოს მოწაფეები გამხდარიყვნენ. და თუ ისინი იესოს მოწაფეები არ გახდებოდნენ და ჯიუტად იტყოდნენ იმას, რომ არა ჩვენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები ვართ და ჩვენ ქრისტეს მოწაფეები არ გვინდა რომ ვიყოთ, ისინი ვერ გადარჩებოდნენ. იოანე იყო ქრისტესთან მისასვლელად, ასე ვთქვათ, მას ქრისტესთვის უნდა მოემზადებინა ადამიანები და თუ ადამიანები ჯერ იოანესთან მივიდოდნენ
და შემდგომ იოანეს მითითებით ქრისტესთან აღარ მივიდოდნენ, ისინი შეცდომაში იქნებოდნენ შესულნი და ამ შემთხვევაში უკვე აი აქაც ჩანს, რომ ერთგვარი სექტა ჩამოყალიბდა, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეების სექტა, რომლებიც ამ დროს ქრისტესთან არ მიდიოდნენ რა და მათთვისაც უკვე აუცილებელი იყო ქრისტესთან მისვლა და ესეც არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ დასაწყისში იოანეს ქადაგების დასაწყისში იოანესთან მისვლა, მისი ქადაგების მოსმენა და დაჯერება იყო სწორი, მაგრამ უკვე როცა იესო მოვიდა, ამ შემთხვევაში იოანეს მოწაფეები უკვე ქრისტესთან უნდა მისულიყვნენ და თუ ქრისტესთან არ მივიდოდნენ და დარჩებოდნენ ისევ მხოლოდ იოანეს მოწაფეებად, ისინი უკვე ცალკე სხვა უკვე ღვთისგან ჩამოშორებულ სექტაში აღმოჩნდებოდნენ. და ერთგვარად ეს ეშმაკის ხრიკიც არის, რომ ეშმაკი ცდილობს ხოლმე იმას, რომ ადამიანი მიიყვანოს ღმერთის მიერ დადგენილ ძველ გზასთან. ესე იგი, ადრე ღმერთმა რაც დაადგინა და შემდეგ გააუქმა, ეშმაკი ცდილობს იმას, რომ იმ გაუქმებულთან მიგიყვანოს და იქ გაგაჩეროს და წინ აღარ წაგიყვანოს და აი ამისი ძალიან დიდი საფრთხე იყო გალატელთა მხარეში ცხოვრებ ქრისტიანებში, სადაც ცრუ მასწავლებლები შევიდნენ და ეუბნებოდნენ ადამიანებს, უпроსორად ეუბნებოდნენ გალატიაში მცხოვრებ ქრისტიანებს, რომ მათთვის აუცილებელი იყო წინა დაცვეთა და მოსეს რჯულში ჩაწერილი სხვადასხვა წესებისა და რიტუალების აღსრულება. და თავის დროზე ის მოსეს რჯულში, რაც დაწერილია, რომ მღვდელთან უნდა მისულიყვნენ ადამიანები და სხვადასხვა სისხლიანი მსხვერპლები უნდა შეეწირათ, რომ უნდა წინა დაეცვითათ. ის ადრე ღმერთმა დაადგინა. შემდგომ უკვე ისინი ღმერთმა გააუქმა და ეშმაკი ცდილობდა იმას გალატელებში, რომ გალატელები დაებრუნებინა უკან იმ გზაზე, რომელიც ღმერთმა გააუქმა. აი ამაშია საქმე და აუცილებელი არის, რომ ადამიანმა ყურადღება მიაქციოს ბიბლიის წაკითხვის დროს ეშმაკის ხრიკებსაც, როგორ მოქმედებს ეშმაკი და დღეს საპატრიარქოს ორგანიზაციაშიც არის ეშმაკის მოქმედება. ეშმაკი საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრებსაც ატყუებს, აი იმით, რომ აი ისე მღვდლები უნდა იყვნენ, რომ ტაძარი უნდა იყოს, რომ უნდა იმარხულოთ, რომ მღვდელთან უნდა მიხვიდე ისევ ამ აღსარებაზე. ხო და ამ დროს მოსეს რჯულით ეს მღვდელთან მისვლა და აღსარებები იყო დადგენილი. ოღონდ იქ სისხლიანი მსხვერპლები იწირებოდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. დღეს აგერ აუცილებელი არის ადამიანისთვის, რომ იესო ქრისტეს სახარება მოისმინოს, ქრისტეს წერილიდანვე წაიკითხოს, მოისმინოს, ირწმუნოს და იესო ქრისტესადმი რწმენით მიეტევება მას ცოდვები. და ადამიანმა უკვე იმ ძველი ცოდვების ჩადენა აღარ უნდა განაგრძოს, არამედ მთლიანად ქრისტეს უნდა დაემორჩილოს, მთლიანად უნდა მოდრკეს მის წინაშე, მთლიანად უნდა დამდაბლდეს, რათა უფალმა აამაღლოს იგი და მთლიანად ცოდვას ჩამოაშოროს. ხოლო თუ ადამიანი თავისი ძალებით შეეცდება, რომ აი მე მაგარი ვარ და შემიძლია ცოდვას გავუმკლავდე, ამას აღარ გავაკეთებ, იმას აღარ გავაკეთებ და თუ ასეთი ადამიანი უფალს არ სთხოვს იმას, რომ უფალო მე უძლური ვარ და მთლიანად შენზე ვარ ჩამოკიდებული და აი ეს
ცოდვა მომაშორე, რომლის ჩადენისკენაც უბიძგებს მას თავისი ის ძველი სხეული, რომელიც აქვს. და ასეთი ცოდვა შეიძლება იყოს მემთვრალეობაც, შეიძლება იყოს ასეთი ცოდვა მრუშობაც, ჰომოსექსუალობაც და სხვა ისეთი ბილწი და საზღარი ცოდვები, რაც ახასიათებს ცოდვილ ადამიანს. მორწმუნე მთლიანად უნდა მოდრკეს უფლის წინაშე, რომ უფალმა აამაღლოს იგი. ხო და უკვე მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც მთლიანად ქრისტეს, რომელმაც თავისი თავი მთლიანად ქრისტეს დაუმორჩილა, ჩაბარდა უпроსწორად, აი როგორ ვთქვა ესე იგი მთლიანად ქრისტეს დაემორჩილა, ქრისტე ირწმუნა, ქრისტეს სწავლება ირწმუნა, იესო ქრისტე აღიარა თავის უფლად და თავის მხსნელად, უკვე იგი განთავისუფლებულია ცოდვისგან და ცოდვა ვეღარ ბატონობს მასზე. იგი უკვე სატანის ხელმწიფებიდან არის გამოხსნილი და ღმერთთან მშვიდობაში იმყოფება. და აი ამისათვის უფალს ადიდებს, მის სახელს მოუხმობს და მადლობას სწირავს მას. ასე რომ ქრისტიანები უკვე აღარც მარხულობენ, აღარც წინა დაიცვეთენ, აღარც ეგრეთ წოდებულ აი ამ შაბათის დაცვასაცრომ დღეს ბევრი მისდევს. ბევრი რა, არიან ადამიანები, რომ იცავენ. აი ესეც უკვე ქრისტიანთათვის დადგენილი აღარ არის. ქრისტიანთათვის ეს შაბათის დაცვა, სხვადასხვა დღესასწაულების აღნიშვნა, წინა დაცვეთა, მეათედის გადახდა, მღვდელთან სიარული, ტაძარში სიარული, ეს ქრისტიანებისთვის უკვე დადგენილი აღარ არის. და ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანმა ბიბლიის სრულად წაკითხვას და უნდა გაიგოს დღევანდელობაში ქრისტეს სახარების ქადაგების პერიოდში. ქრისტე რას გვასწავლის ქრისტიანებს. ესე იგი, ჩვენ ის კი არ უნდა გვაინტერესებდეს პირველ რიგში ქრისტე რას ასწავლიდა იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წესებს მისდევდნენ, რომ მათ სწორად აღესრულებინათ ეს. არამედ პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ დღესაც ჩვენ ღმერთი გვეუბნება თუ არა იმას, რომ ეს შაბათი ისევ უნდა დავიცვათ, შაბათის უქმობა და ასევე მარხვები იქნება თუ ტაძარში შესვლა და აი ეს ლოცვა, რომელი ლოცვითაც მებაჟე ლოცულობდა. ღმერთო შემიწყალე, მე ცოდვილიო, ჩვენც აი ასე ისევ უნდა ვილოცოთ, თუ უკვე არა, თუ უნდა ვუთხრათ მას, რომ მადლობა უფალო იესო, რომ ცოდვისგან გამწმინდე, შემიწყალე, მე არ შემეძლო ცოდვისგან განთავისუფლება, მე უძლური ვიყავი და შენ მოიღე ჩემდამი სიყვარული, მადლი და შენი მსხვერპლით, შენი სისხლით ცოდვისგან გამომისყიდე. მადლობა აი ამ მოწყალებისათვის, მადლობა შეწყალებისათვის. აი ამით უკვე ჩვენ მორწმუნეები ვაღიარებთ იესო ქრისტეს ჩვენს საყვარელ უფლად და ჩვენს საყვარელ მაცხოვრად. მან შეგვიყვარა ჯერ კიდევ იმ დროსო, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავითო. ახლა კი ქრისტიანები მისი სისხლით გაუმართლდით. აი ესეც ბიბლიაში არის დაწერილი. დააკვირდით ამას, ეს არის რომაელთა მიმართ წერილის მეხუთე თავის მე-6 მუხლიდან ამოვიკითხავ. ვინაიდან ჯერ კიდევ, ესე იგი აქ პავლე მოციქული საუბრობს თავის თავზეც და ქრისტიანებზეც, ესე იგი უკვე იმათზე, ვინც უკვე გაქრისტიანდა. და ამბობს, წერს, ვინაიდან ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, როცა ადრე უძლურები ვიყავითო, სანამ გავქრისტიანდებოდითო, ქრისტე
დროულად მოკვდა უღვთოთათვის. ესე იგი, ჩვენ ადრე უღვთონი ვიყავითო და ქრისტე ჩვენთვის მოკვდაო. მართლაც და ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილთათვის ვინმემ შესაძლოა კიდევაც გაბედოს სიკვდილი. დააკვირდით ახლა ამას, დააკვირდით, მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. მით უმეტეს ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავახწევთ რისხვას. დააკვირდით ამას. ადრეო ცოდვილნი ვიყავითო და ქრისტე ჩვენთვის მოკვდაო და ახლაო, როცა მისი სისხლით გავმართლდითო, ეხლა გამართლებულები ვართო, მიხვდით, აი ვინც ეს ჯერ არ გაგიაზრებიათ, აი თქვენ მოგმართავთ. ადრე ცოდვილნი ვიყავითო, ახლა აღარა ვართო, ახლა გავმართლდითო, ახლა ქრისტეს სისხლით გავმართლდითო და მისივე მეოხებით თავს დავახწევთ რისხვასო. აქ პავლე მოციქული არ ჰგავს იმ ფარისეველს, რომელიც ტაძარში იყო და ლოცულობდა, რომ ის ფარისეველი იმთავითვე თავის თავს უცოდველად მოიაზრებდა. ხოლო აქ პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთიო ჩვენ სიყვარულს, ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდაო, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავითო. ესე იგი, პავლე მოციქული აღიარებს იმას, რომ ადრე იგი ცოდვილი იყო, მაგრამ ღმერთმა ამ ცოდვაში არ დაგვტოვა და აგერ ქრისტე მოკვდა ჩვენი გულისათვის, ჩვენთვის და ახლა მით უმეტეს ახლა, როცა ქრისტეს სისხლით გავმართლდით, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავახწევთ რისხვას. რადგანაც თუ მტრები ვიყავით, უყურეთ, ადრე ვიყავით მტრები, ცოდვილნი უღვთოები, რადგანაც ადრე მტრები ვიყავით, რადგანაც თუ მტრები ვიყავით და შემდეგ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით. ეხლა შერიგებულნი ვართო, ადრე მტრები ვიყავითო, ეხლა შერიგებულნი ვართო და შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით. და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება. გვეღირსაო. ქრისტიანები ჩვენ უკვე შერიგებულნი ვართ. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, აქ საუბარი არის ადამზე, ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა. რადგანაც ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი. მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, ესე იგი თუ ერთის ადამიანის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს მადლი და ნიჭი ღვთისა ერთი კაცის იესო ქრისტეს მადლით მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის შესაჩვენებლად, ხოლო მადლი მრავალი შეცოდების გასამართლებლად. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის იესო ქრისტეს მიერ. ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.
ახლა გადავალ მომდევნო თავზე, ეს არის რომაელთა წერილის მე-6 თავი, სადაც პავლე მოციქული საუბრობს უკვე ცოდვაში დარჩენაზე, დავრჩეთ ცოდვაში, ისევ ჩავიდინოთ სხვადასხვა ცოდვები თუ აღარ. რას ვიტყვით? ესე იგი აქ უკვე ჩვენ ქრისტიანები, რას ვიტყვით უკვე? რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? მოდით ბოლო მუხლებს წავიკითხავ. ვინაიდან ამას პირდაპირ ებმის მე-6 თავი და არ მინდა გაუგებრად გამოვიდეს. აი აქედან გავაგრძელებ. ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ის ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, აქ საუბარი არის მოსეს რჯულზე. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი, რათა როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევად საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. შემდეგი თავი. რას ვიტყვით? დავჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც. ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში, ან იქნება არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით, მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში, რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით. რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგდებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დაუმონებოდით ცოდვას. რადგანაც მკვდარი ცოდვისგანაც თავდახსნილია. ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე მკვდრეთით აღმდგარი აღარ კვდება, სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. რადგანაც თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად ღვთისთვის ქრისტე იესოს მიერ. მაშ ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს, ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ როგორც მკვდრეთით აღმდგარმა უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად ღმერთის სიმართლეს. ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ. მერე და რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც. ნუ თუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც ხმორჩილებთ. ან ცოდვის მონების სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონების სიმართლისათვის. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი, ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ. თქვენი ხორცის უძლურების გამო ისევ მსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი, მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმინდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს. ვინაიდან როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან, კი მაგრამ რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული, ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ,
სიწმინდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი საუკუნო სიცოცხლე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.